59 წლის ასაკში დამიდგინდა სიმსივნის დიაგნოზი თოდუას კლინიკაში. 2020 წელს გამიკეთდა კვლევები და ამ კვლევებიდან გამომდინარე დამესვა დიაგნოზი სარჯაბეთ ირგვლივ საუთისებიანი სიმსივნე. თავდაპირველად მარინას დაესვა მეორე სტადიის ჰორმონდადებითი ძუძუს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი. ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა, შემდგომ ქიმიოთერაპია, რადიაციული თერაპია და ამ წუთას შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არის სრულ რემისიაში. მე რო გავიგე ეს დიაგნოზი, მაშინ ყველაფერი ერთად მინდოდა, სიცოცხლეც და სიკვდილიც. მაგრამ არ მქონდა სიკვდილის უფლება, რადგან მე ვიყავი დედა და ჩემს უკან იდგა 2 სტუდენტი. ამიტომ გადავწყვიტე რომ მებრძოლა და ამ ბრძოლაში ერთად გამოვყვა ჩემი ექიმი. მე ჩემი ექიმისგან მივიღე ისეთი სითბო, ისეთი ყურადღება, არ ყოფილა მესიჯი მიმეწერა და პასუხი რო არ მომშლოდა დამერეკა და ჩემს კითხვებზე არ ეპასუხა, მე ეს მომენტი არ მახსოვს ამ 5 წლის განმავლობაში. ზოგადად პაციენტს და ექიმს შორის რომ შედგეს სწორი კომუნიკაცია, ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ იყოს ნდობა პაციენტის მხრიდან ექიმის მიმართ. რასაკვირველია, ეს პირველ ეტაპზე დიაგნოზის გაგება არის ემოციურად ძალიან რთული, მაგრამ ეს ეტაპი არის გასავლელი და უკვე შემდგომ იწყება ეს ურთიერთობა ექიმს და პაციენტს შორის, რომელიც პირველ რიგში ნდობაზე არის დამყარებული, სადაც პაციენტს უნდა კონდეს განცდა, რომ ის მარტო არ იბრძვის და მასთან ერთად იბრძვის მისი ექიმიც. ეს არის ურთულესი გზა, რომელიც უნდა გაიარო მარტო შენ და შენმა ექიმმა. მიდიხარ და ეუბნები შენ ექიმს როგორ ვქნა, როგორ მოვიქცე და იქიდან მოდიხარ, რომ რას ამბობ, ყველაფერი გამოგივა და გამოგვივიდა კიდევაც და ვარ დღეს მართლა უბედნიერესი ქალი. მარინას და ჩვენი სხვა პაციენტების მაგალითი მაძლევს საშუალებას, რომ ვთქვა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ადრეულ სტადიაზე დადგენილი დიაგნოზი მოგცეთ საშუალებას, რომ დაამარცხოთ ეს დაავადება და გააგრძელოთ ცხოვრება. ყოველი დღე უფრო მიხარია და ყოველი დღე მინდა რომ რაღაცა მეტი გავაკეთო და მეტიც უთხრა თუნდაც ამ ჩემი დიაგნოზებს მქონე ადამიანებს რომ უნდა ენდონ ექიმს და მიენდონ უფალს. ბრძოლა არასოდეს არ არის გვიანი, უნდა იბრძოლო.